მოგესალმებით, როგორც წინა ვიდეოში დაგვირდით, გრძელდება შპს ბორს ოფქიმიისა და მისი ექსკლუზიური პარტნიორის ფოსაგროს მიერ ორგანიზებული ტრენინგების ჩატარება სხვადასხვა რეგიონებში. დღეს ვიმყოფებით ახალქალაქში, სადაც გაიმართა ტრენინგი ერთწლოვანი კულტურების, კონკრეტულად კარტოფილისა და მარცვლოვანი კულტურების წარმოების შესახებ. კომპანია ფოსაგროს ერთწლოვანი კულტურების აგრონომმა ანდრეი კიმა ისაუბრა ფოსაგროს ასუქებზე და მათ გამოყენებაზე ერთწლოვან კულტურებში, მათ შორის კარტოფილსა და მარცვლოვან კულტურებში. შეხვედრის ორგანიზება უზრუნველყო ჩვენმა პარტნიორმა ახალქალაქში, ანდრანიკ ჩავანიანმა, კომპანია უნიაგროს დამფუძნებელმა, რისთვისაც მადლობა გვინდა გადაუხადოთ მას თანადგომისთვის, დაინტერესებისთვის, ფერმერების მობილიზებისთვის. მე გახლავართ ანდრანიკ ჩავანიანი, შპს უნიაგრო დამფუძნებელი დირექტორი. დღეს ვიმყოფებით ახალქალაქში. სტუმრად ყავს ჩვენ ფოსაგრო კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ჩაგვიტარა ტრენინგი ერთწლოვან კულტურებზე. დღეს გვესტუმრენ როგორც მსხვილი ფერმერები, ასევე მცირე ფერმერები, ასევე ყავს აქ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალქალაქის წარმომადგენელი და ბორს ოფქიმის დამფუძნებელი დირექტორი თავის თანამშრომლებით. მინდა წარმატებები ვსურვო როგორც ბორს ოფქიმიას, ასევე ყველა მათ, ვინც სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ზრუნავს. მოგესალმებით, მე გახლავართ სოფლის განვითარების სააგენტოს ახალქალაქის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტი რამაზ გოგოლაძე. მადლობა მინდა გადაუხადოთ დღევანდელი დღის შეხვედრისათვის ჩვენს წარმომადგენლებს, ჩვენს სტუმრებს, ჩვენ ფერმერებს და დღევანდელი თემა მოგეხსენებათ იყო სასუქების გამოყენება როგორც კარტოფილის ნათესებში, ასევე მარცვლოვან კულტურებში და მადლობა მინდა გადაუხადო ამ ყველანაირი ინფორმაციის მიწოდებისთვის იმ ახალგაზრდა აგრონომს, რომელმაც დაწვრილებით მიაწოდა ჩვენ ფერმერებს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც საჭირო იყო თავიანთი მოსავლის გაზრდისათვის და ხარისხიანი პროდუქციის მისაღებად. ასევე ბორს ოფქიმიის სახელით მადლობა მინდა უთხრა ყველა ფერმერს, ვინც მობრძანდა, მიიღო მონაწილეობა. სასიამოვნოა მათი ჩართულობა და აქტიურობა, როგორც დასწრების კუთხით, ასევე ინტეგრაციის, პრეზენტაციის მიმდინარეობისას, ვინაიდან თითოეულ მათგანს აქვს ბევრი კითხვა და აინტერესებს სხვადასხვა თემების განხილვა სპეციალისტთან, რაზეც რა თქმა უნდა ფოსაგროს აგრონომმა მათ გასცა ამომწურავი და ყოვლისმომცველი პასუხები. ერთწლოვან კულტურებთან დაკავშირებით გრძელდება კომპანია ბორს ოფქიმიისა და მისი ექსკლუზიური პარტნიორის ფოსაგროს ტრენინგები, პრეზენტაცია. დღეს ვიმყოფებით ახალქალაქში, როგორც გითხარით, ხვალ უკვე ჩატარდება 28 მარტს ლაგოდეხში. ძირითადი თემა იქნება მარცვლოვანი კულტურები, კონკრეტულად სიმინდი, სადაც რა თქმა უნდა მოწვეულია მთელი საქართველოდან სიმინდის წარმოებელი უმსხვილესი ფერმერები და მოწვეული აგრონომი ანდრეი კიმი მათ გააცნობს ფოსაგროს სასუქებს და მათ გამოყენებასთან დაკავშირებით სიმინდის კულტურაში გაუწევს კონსულტაციებს.